იდგა ხოლმე შუბის ტარზე, ანუ შუბი რო დაგეყენებინა, მზე უნდა ყოფილიყო სადღაც აი აქ. ნუ შუბი ეს ცოტა მოკლეა, აი ამ ხელა იყო. ნუ ადამიანს გააჩნდა თვითონ თავისი შუბი როგორ ქონდა რა, მაგრამ 5-6 მეტრიანი შუბები არ იყო, სადაც 2 მეტრამდე იყო. ეს არის საძგერებელი შუბი, შუბს ხელს კიდებდნენ აი აქ შუბაში, არაკიდებდნენ აი აქ კიდე. ესეთი რაღაცა არ ხდებოდა, იმიტომ რომ მთელი ეფექტი ებარო. შუბს კიდებდი აი აქ ხელს, ფარი ქონდა. ეხლა შუბის მუღამი რა იყო? თუ გძრათ მინდოდა ხელი მომეკიდა, აი აქ მოვკიდებდი ხელს აი აქ და მე იდაყვით, აი ესე ვიჭერდი. იდაყვით და იღლიაში ვიდებდი, ანუ რომ ეხლა აი ამ წუთში ხელში არ მიჭირავს, აი ხელის გული გაშილი მაქვს, შუბი მიდევს ზემოდან. უბრალოდ ამითი მიმართულებას ვაძლევ, სინამდვილეში მთელი შუბი იდაღვზე მეყდნობა და იღლიაში რომ პირდაპირ დავარტყა. შუბი შეიძლება ზემოდან დამერტყა, შეიძლება ქვემოდან დამერტყა, აი მოდის ხო? მოწინააღმდეგე. აი ქვემოდან დავარტყი, ზემოდან დავარტყი, შუაში ყველაზე კაი, იმიტომ რომ ესე როცა გიკიდიათ ხელი. ხო, ბრძოლის დროს შეგიძლიათ უბრალოდ